მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. ჩვენ ვიმყოფებით კოსტა-ბლანკას სანაპიროზე, ქალაქ ბენიდორმში, რომელიც მართლა ცნობილია თავისი ორი დიდი ქვიშიანი პლაჟით. ეს არის ლევანტე და პონიენტე. აქ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ესპანური ნაციონალური საჭმელი პაელა და ასევე ტაპასი. ხოლო ვისაც ამ ულამაზეს სანაპირო ზოლზე გარუჯვა და გართობა უნდა, ის სწორედ რომ ბენიდორმში უნდა ჩამოვიდეს. თქვენ თვითონაც ხედავთ ბენიდორმს როგორი დიდი, ფართო და გაშლილი სანაპირო ზოლი აქვს. თვითონ ქალაქს აეროპორტი არ აქვს, მაგრამ უახლოესი აეროპორტი ქალაქ ალიკანტეშია, სადამდეც დაახლოებით 1 საათია. საღამოს ქალაქი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს, აქ მთელი ღამე ღია ბარები, კლუბები და რეალურად მართლა სრული საგიჟეთი. ასე რომ ვისაც ღამის ცხოვრება გიყვართ, კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ქალაქ ბენიდორმში. თვითონ ბენიდორმი იმითაც არის საინტერესო, რომ აქ ქუჩებს რაღაც განსაკუთრებული სახელები ჰქვია, მაგალითად როგორც არის მოსკოვის ქუჩა, ამსტერდამის, ჰამბურგის, მალტას ქუჩა და ასე შემდეგ. ამ ქალაქს დაახლოებით, ესე იგი, წლიურად 25-30 მილიონი ტურისტი სტუმრობს. მართლა რომ სრული საგიჟეთია. ეს ქალაქი ძირითადად გაყოფილია ორ ნაწილად. ერთი არის ლევანტე, ყველაზე პოპულარული ტურისტებში, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ღამის კლუბებია, რის გამოც აქ ღამე საკმაოდ ხმაურიანია. და პონიენტე, ბენიდორმის სავიზიტო ბარათი, მეტწილად წყნარი და საკმაოდ მშვიდი რაიონი. ახლა ჩვენ სწორედ პონიენტეში ვიმყოფებით. ბენიდორმში ასევე არის ბაზრები, სადაც ნამდვილად 1000 რამე იყიდება, ასევე არის სპეციალურად ძველმანების ბაზარი, ანტიკვარიატის, რომელსაც ელსინსე ქვია. Kiedy me mire. Dainakhe. აი ესეთი საგიჟეთი ხდება ბენიდორმში. ყველგან ხალხი, ყველგან ტურისტი, ძალიან უყვარს ეს ქალაქი ინგლისელებს და თითქმის უმეტესობა ინგლისელია, ინგლისურად აქ ლაპარაკობენ. ზოგადად ესპანეთში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ინგლისური არ იციან, არც ადარდებთ და არც უნდათ რომ იცოდნენ. თვითონ ვალენსიაშიც კი, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი კონკრეტულად ბენიდორმზე, იმიტომ რომ ბენიდორმში ძალიან ბევრი ინგლისელი ჩამოდის და შესაბამისად აქ ინგლისურად ლაპარაკი უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, კომუნიკაცია უკვე აღარ გიჭირს. ახლა ჩვენ ვართ უკვე ლევანტეს მხარე, სადაც უკვე ესეთი მაღალსართულიანი კორპუსებია. ჰოლანდიელი მხატვარია და მე-15 საუკუნის, მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური მხატვარია რა. ისეთ რაღაცებს გავიგებ ნახე. ბიურ წინასწარმეტყველებებს ესენი ვიღაცა. გოიას ნახატია ეს, სადაც უშუალოდ მეფე სატურნი ჭამს თავის შვილს. იმიტომ რომ მას ეშინოდა, რომ მისი შვილები, რომლებიც გაიზრდებოდნენ, მას დააკარგინებდნენ ძალაუფლებას, ამიტომ ის გაჩენისთანავე წვავდა მერე ჭამდა თავის შვილებს, რომ ისინი არ გაზრდილიყვნენ. ერთ-ერთი ცნობილი და უძლიერეს ნახატი. ვისთვის როგორც ჩემთვის რაღაცა ძალიან უცნაურია ეს, მაგრამ ავიცი გემოვნებაზე დაობენ მაინც. ეს არის ჩარლზ მე-4-ის ოჯახი. ეს ისევ გოიას ნახატია მწვანე ქოლგა.
ეს არის ვიედენის ტანჯვა, ჯვრიდან დაღმართი. ეს ნახატი ნამდვილად არ ვიცი ვისი დაწერილია. ხოლო აი ამის უკან ეს სურათი არის უკვე სიკვდილის ტრიუმფი. უნაყოფო მიწის პანორამა, სადაც ჩონჩხების არმია ავრცელებს შიშს, ქაოსს და სიკვდილს. ცოტა ხმამაღლა ელაპარაკი ხალხმა რო გაიგოს რა. ესე იგი. ხმამაღლა. ესე იგი. დღეს ვარ ესპანეთის მაიამიზე. ოკეი. სადაც უნდა იყოს მაგარი თუხთუხი და დროსტარება. ხმამაღლა. ლელამ მოძებნა სასტუმრო. სადაც გამორჩა აღნიშნული რო იყო და არის პანსიონატი. არიან 70 პლუსი, 60 არა. 70 პლუსია მხოლოდ ოღონდ ამ პანსიონატში რა. და ამ დროს მაიამიზე ვარ ჩათვალე. შეგვიძლია ანახო კამერით. ლოტოს თამაშობენ, ძალიან ესეთი სავსე დარბაზია, ესე იგი ესეთი ადამიანი ზის შუა ცენტრში, რომელიც ესე ლოტოები უდგას წინ. ხა და აი ესეთი ლოტოები უდგას წინ და აცხადებს რიცხვებს და მე ძალიან ბევრი ადამიანი ზის დარბაზში. არ ვიცი მოგებული რა პრესიგებს, რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია რომ აი ესეთი ძალიან საყვარელი სიტუაცია. და აი ამ სიტუაციაში მე თამარა და თემო. რაღაცა მოიგო. Vamos a ver si está correcto. Espero que sí. Bueno, tenemos 3, 4, 10, 16, 18, 28, 37, 41, 55, 67, 70. არ ვიცი რა მოიგო ძალიან მაინტერესებს. 77, 84 y 89 tenemos bingo correcto. Martín y Ricardo. Felicidades. Hombre. Bueno, ¿qué premio queréis? No hay más champú, pero tengo un montón de esas cosas. Y más que uno. აქედან უნდა ამორჩიოს რა მოიგო? ანა სიტუაცია. Hay más abajo también, hay más. Eso. კაი, წავედი ახლა მე. Felicidades. Así. ეს უბრალოდ ახლა ჰელოუინია და ყველგან არის აი ესეთი რაღაც საშინელი რაღაცები. დეკორაციები, გაფორმებები. Felicidades, gracias por jugar a todos. Seguimos todos. Porque esto sí hace increíble. ბარმენს ვეძებ, რომ რაღაცა დასალევს აპყო, მაგრამ არ არის ეთყობა გაიქცა. გადამიღო კატეგორიულად მთხოვა შამპანიური უნდა წავიღო ახლა 3 ცალი ჩემთვის თამარასთვის და თემოსთვის გარშემო მოკლედ ესეთი სიტუაცია ვიღაცა მოიგო მაგრამ ფაქტია რომ ფარტი გრძელდება ესე
ძალიან საყვარლად ცეკვავენ. აიმე, როგორი საყვარლები არიან.